და უფრო მყარად ვარ, ხო ხედავ მეტი ვისწავლე საქმე, ხო? და თქვენს მე მისმენთ და როგორც მე ვაკეთებ, როგორც გასწავლით, ისე აკეთებ და მე უკვე მანქანა მე არ მოყავს აგერ, მე არ რეცხავს აგერ, აყენებ დარბაზში, ყიდით, აფორმებთ, ესაა ბიზნესი, ხო? უკვე თქვენ დამოუკიდებლად ყველაფერს აკეთებთ. მე ერთი კვირაა ბათუმში ვარ. ცენტრს ვაკეთებთ, ხო? ვარემონტებთ. ყველაფერი ისე მიდის ჩვეულებრივად, ხო? რატომ? იმიტომ რომ ისწავლეთ. ადამიანი როცა გეტყვის, რომ აი ეს მაიკა უნდა იყოს დაუთაებული, გარეცხილი უნდა იყოს, სხვანაირად არ შეიძლება. მოწესრიგებული უნდა იყოს. აი ყურე როგორ არის. აი მოიწიე. აი შეხედე აბა ბიჭებს, შეხედე. თმებს შეხედე როგორ აქვს ყველას. აი პროსტო აჩვენე ახალგაზრდებმა მინდა ესენი რომ ნახონ. პირველი მე ამათ რაც ვასწავლე, ჯორჯ ბესტივით მოვიდა ერთი აქ, ჯორჯ ბესტი ბევრს არ უნახია, მაგრამ ერთი ფეხბურთელი იყო, აქამდე ქონდა თმები. მოდაშიაო, კაცო, ეს აფრიკაშია, მოდაში ან ამერიკაში, თორე აქ კი არა მოდაში. მოდაში ის არა ჯენ გიხდება. ეს არა? აი შეხედე, აი შეხედე. აი ამიტომაა მე რო თქვენთან არც რესტორანში მიჭირს წასვლა, აი უთქვენოდ სადმე წავედი? ხო არსად არ წავსულარ მე უთქვენოდ და მთელი ჩვენი გუნდის ვიმისოთ, მაგრამ თუ არ მომისმენს გავუშვებ. თუ მომისმენს მოიგებს. აქ ბლატნოი, მენეჯერი, გამყიდველი ჩვენ არ გვინდა. ბლატნოები ვარ ჩვენ ყველა. ჩვენ უნდა მივხედოთ საქმეს და საქმე ვაკეთოთ. ბლატაობა არ გვინდა ჩვენ. ჩვენი საქმე არის ბიზნესი, ურის ფული უნდა იშოვო და სახლში უნდა მიუტანო შენ ცოლშვილს. რაც მთავარია, ცოტა მოიწიე ბიზია, ეს უფრო აინტერესებს ხალხს, მოიწიე. ახლა თითქმის უცოლოებიზი ხართ აქ, 1, 2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 6 ახალგაზრდა ცოლი არ აყავთ. აი დაუსვათ შეკითხვა კოტეს. კოტეს საათს უყურებს ესე დირექტორია და გარბის სად? ოჯახში. უყურეთ. თუ გინდათ რომ მაგარი ბიზნესმენი იყოთ, ოჯახი უნდა შექმნათ და ოჯახს უნდა მიხედოთ. ერთ რამეში დამიჯერეთ. ორშაბათს მოგწონს, მოიყვანს, სამშაბათს არ მოგწონს, ეს არც მათ ოჯახს არ აკადრო, არც შენს ოჯახს არ აკადრო. თორე მთელი ცხოვრების მანძილზე ვერც